მოგესალმებით, ჩემო ძირფასება და ჩემო კარგება და ჩემო მშვენიერება. დღეს მოდით ვნახოთ. ანუ პაუზა თუ დასასრული დიდი ხანია მთხოვ თქვენ და აქ მოკლედ ჩვენ გაშლებს სადაც ვაკეთებთ, ეს გაშლა უცბად გაგიკეთოთ, მიახადოთ ცოტა დასასვენებლად ვარ, მაგრამ მინდა რომ მაინც თქვენ ვიცი რომ კომენტარებშიც მწერდეთ და მთხოვდეთ და ამიტომ ვნახოთ. მოდით ეხლა ვნახოთ რა მდგომარეობა არის ამ წუთში თქვენთან რა. და მე უკვე შევხედოთ სიტუაციას, ანუ პაუზა დასასრული, ხო? ეხლა რა ხდება თქვენ შორის, ნახოთ. მისთვის იქნება აქტუალური, არ ვიცი, ამ პაუზაზე მე მგონი ჩაწერილიც კი მაქვს, მაგრამ მაინც კიდე. ნუ აქ როგორი მომენტი არის, აქ რაღაცა უსამართლობას მოხდა, თქვენ ახლა პრინციპში აქ ელოდებოდით რა, რომ ეს ყველაფერი, ანუ მინდა რომ ნამდვილად ახლა რა რაღაცა იყო აქ სიტუაცია, შეიძლება კარმული გაკვეთილი გქონდეთ თქვენ და თქვენი პარტნიორის შორის, აკეთ ხო? და ამიტომ თქვენ ახლა პრინციპში ელოდებით სიტუაციას, როდესაც გამოვიდე მე ამ მდგომარეობიდან, იმიტომ რომ ეს ცოტა ეს სიტუაცია არ მოგწონთ, იმიტომ რომ ნამდვილად ეგრე თქვენი ხმალების მეფე აგერ ყოფილა და კი, ზოგი ელოდება, იმიტომ რომ არ იცით, განვითარდება, არ განვითარდება, ზოგი შეიძლება სამკუთხედშიც არის, არ გამეკვირდება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში როგორ არის, ეს ძალიან მოქმედებს თქვენს ხასიათზე რა, შეიძლება ცოტა აი, არაფერი არ მეხარე, არაფერი აი რა ვიცი, უხასიათოდ დავდივარ, ვერ ხდები რა მჭირს, აი რა არის, აი არ ვიცი რა, ეგეთი რაღაცები გჭირთ შეიძლება და ეს არის ყველაფერი კი ბატონო, აი აქ თქვენს, ანუ ხმალების მეფესთან დაკავშირებით, რომელიც ახლა პრინციპში, ცოტა გაგაბრაზათ ასე რომ ვთქვათ და კი, აი რაღაც ბავშვურად მოიქცა, შეიძლება რაღაცა ისეთი გითხრათ, აქ გაკვეთილის გადიხართ, კი. აქ დეჟე მე არ გამეკვირდება რომ ვიღაცასთან ურთიერთობა მართლა დასრულდა. ან რაღაცა კარმული გაკვეთილი და გაიარეთ თქვენ და დაასრულეთ ამ ადამიანთან და ეხლა უნდა იყოს აქ ან თქვენ ეხლა ხართ ისეთ ეტაპზე რომ აი სო დავასრულებ და არანაირი ურთიერთობა აღარ აგვაგდებთ, თქვით ერთმანეთს უთხარით რომ დასრულდა. ან შეიძლება თქვათ ეს პერიოდი, რომელიც თქვათ ეხლა გაკვეთილებს რო გავდივართ, ჩვენ ხო პაუზას გვაძლევენ ყოველთვის რა და მე უკვე კი, მაგრამ აქ რაღაცა შანსები კი გაქვთ რაღაცა შანსები, მაგრამ მოდით ვნახოთ გაკვეთილი, აქ როეჭველე გაკვეთილი გაიარეთ თქვენ რაღაცა ამ ადამიანთან. ვნახოთ ეხლა მაღალი ძალებს რა გეგმები აქვს საერთოდ რა. ამ ურთიერთობაზე უნდა დაბრუნება, რომ ეს ურთიერთობა დაბრუნდეს. ვნახოთ მაღალი ძალებს აქ რა გეგმები აქვს. რა გეგმები აქვს მაღალი ძალებს აქ თქვენზე. მაღალ ძალებს რა კი მაჩვენებენ, რომ თქვენთვის არის ძალიან ძვირფასი ეს ადამიანი, რომელიც მოულოდნელად სადღაც გაიქცა. აი აქ არის მოულოდნელი, იცი, აქ კიდე მაჩვენებენ, რომ მოხდა სიტუაცია, როცა აი ნორმალური შეიძლება სტაბილური ურთიერთობა გქონდეთ, მაგრამ ეს ადამიანი თქვენთვის ძვირფასიც იყო, მაგრამ აი ისე მოხდა ყველაფერი, რომ თქვენ თვითონაც ვერ აღიქვით რა მოხდა, იმიტომ რომ ეს ასე ხდება რა, ანუ მე მინდა რომ თქვენ არ ენერგიულოთ, რომ არის მომენტები, ნახეთ ეს ხო საჯარო გაშლა გვაქვს ჩვენ, ამიტომ მე გეუბნებით, რომ არის მომენტები, როცა უკვე всё, უნდა დასრულდეს ეს კონტრაქტი, გაიგეთ, ანუ პარტნიორთან. ამაზე უფრო მეც ჩვენ ვლაპარაკობთ იმ ჩემ მეორე არხზე, სადაც უფრო გრძელ გაშლებს ვაკეთებ. თუ გაინტერესებს, იქ გადადეთ, იქ ძალიან ბევრს ამას ხსნი ხოლმე რა. აქ შემიძლია უბრალოდ გითხრათ, რომ იმპერატრიცა ჩემო ლამაზო, უძვირფასესი ქალი, მშვენიერი და აქ ნერვიულობ, თქვენ ნერვიულობთ ეხლა და არ იცით ეს აქ ხანძლივი ურთიერთობა იყო და შეიძლება ნერვიულობ, თქვენ არ იცით როგორ განვითარდება, იმიტომ აქ მოხდა რაღაც გაუგებრობა და ეხლა არ იცით წინ რა გველოდება, რამე გაკვეთილი მელოდება თუ უნდა დასრულდეს რა. ინფორმაცია არ გაქვთ არანაირი თქვენ. აქ ვიღაცასთან შეიძლება ახალი სიყვარული მოდის, არ გამიკვირდება. იმიტომ რომ აქ როგორ არის, აქ даже ეს გაკვეთილი უფრო მეტად ამ თქვენი მეფისთვის არის, იმიტომ რომ მან მოიქცა როგორც პატარა ბავშვი, გაიგეთ, მაგისი გაკვეთილი იყო აქ უფრო ვიდრე გოგოსი რა, გოგო უკვე დგას, გოგო არის ძალიან შეიძლება ეზოტერიკოსი ხართ, ანუ ინტუიცია გაქვთ უმაღლეს დონეზე 100%-იანი ვიცი და შეიძლება თქვენ თვითონაც ახლა უფრო ხვდებით რა. უბრალოდ რო თქვა, აი თქვენ даже უფრო იცით შეიძლება თქვა, აი ეს მომენტები რო კი შეიძლება დასრულება, შეიძლება დაუშვოთ ახლა, იმიტომ რომ თქვენ აქ იცით ეს სიტუაციები რო ხდება. მცირე შეიძლება ჩემ ვიდეოებს უყურებ და უკვე იცით რა, მილიონჯერ გეუბნებით რომ კონტრაქტები გვაქვს და ასე შემდეგ და ამიტომ თქვენ ახლა აი ეს გაქვთ რა, აი დასასრულია თუ რა ხდება, მოდით ვკითხოთ, ხო? ვკითხოთ ახლა ეს პაუზა არის თუ დასასრული? პაუზა არის აქ თუ დასასრული?
ნუ ნახეთ, აქ არის ეს აქ არის როგორი მომენტი, იცით? მაჩვენებენ, რომ შეიძლება ახალი ეტაპი იყოს, აქ ტრანსფორმაცია გაიარა და გამოდიხარ თქვენ გაუგებრობა რო არის. ეხლა მე მინდა დავაზუსტო რა. ეს არის ახალი ურთიერთობა თუ ამ ადამიანთან, ვისაც ვეკითხებით. ახალია. გოგოება, აქ ვიღაცასთან ახალი მოდის. Так, всё, ნახეთ ახლა 50-50. ნახეთ, ვიღაცასთან ვინც უკვე გაუშვა და თქვა რომ მე აღარ მინდა უკვე ეგეთი ურთიერთობა, ნამდვილად აღარ მინდა. აი თქვენთვის აქ იქნება უკვე თქვენ გამოდიხართ, აი შეიძლება ფიქრები გაქვთ, რა ვქნა, რა გავაკეთო, დავრჩი, არ დავრჩი. აი აქ არის всё, თქვენ წერტილს ვამთ რა. და არის ესე რა ქვია და ახალი შემოდის თქვენ ცხოვრებაში ურთიერთობა, მაგრამ თუ დაუშვათ, იმიტომ რომ არ შეიძლება რომ სულ ყველა ერთნაირად იყოს, გაიგეთ, იმიტომ რომ შეიძლება აქ ვიღაცასთან იყოს როგორი დაასრულეთ თქვენ რაღაცა გაკვეთილი, მიხვდით? და რომელიც უნდა ყოფილიყო აი დასრულებული და აქ ახალი ეტაპი იწყება თქვენს ურთიერთობაში. მიხვდით? აქ არ შემიძლია მე აი ყველა ვარიანტი ნახეთ. რაც არ უნდა იყოს, პირველი ვარიანტი იყოს, მეორე ვარიანტი იყოს, ხო, რომელიც თქვენ რეზონირდებათ, თქვენთვის საბედნიეროდ არის ეს ყველაფერი. მიხვდით? უფრო კი, აი თქვენთვის საბედნიეროდ, თქვენ იქნებით გახარებული. ნახეთ ახლა, აი ამით დაჟე დავასრულებ რა. თქვენთვის იქნება ეგ სიტუაცია, აი აბსოლუტურად ბედნიერება. არა აქვს მნიშვნელობა ახალი შემოვა თუ დაუშვათ X ვარიანტი რო უთხარი ვისთანაც შეიძლება დასრულდეთ თქვა გაკვეთილი და ახალ ეტაპზე გადადიხართ. იგრძენით თქვენ მაგას მიხვდებით, თქვენ ძალიან ძლიერი ინტუიცია გაქვთ, უბრალოდ შეიძლება ახლა ამ პერიოდში ცოტა აგერიათ რა, მიხვდით და ვერ ხვდებით. რო თქვათ ახლა რა არის, მაგრამ აი ცოტაც დაელოდეთ, იმიტომ რომ აქ არის აი გამოგიყვანებენ ამ მდგომარეობიდან, მიხვდით? აი აუცილებლად გამოგიყვანებენ და აუცილებლად თქვენ იქნებით, აი გაგება მოგივათ, აუცილებლად მოგივათ ინსაიტი მაღალი ძალებიდან. კი, რაც არის დახურული თქვენთვის ახლა და რასაც თქვენ ფიქრობთ, ყველა ვარიანტში აქედან თქვენ გამოხვალთ, კი, შეიცვლება სიტუაცია, თქვენ მაღალი ძალები დაგეხმარებათ და ისევ მაჩვენებენ სიხარულს, კი ბატონო. ამიტომ არ ენერგიულად შემოლამაზებო. ორი ვარიანტი, რომელიც არის, და მომწერეთ ახლა რა, ისე კომენტარებში, რომ მეც ვიცოდე, რომ აქ რომელი რეზონირდა თქვენ უფრო რა, რომ ვიცოდე, რომ ეს თქვენი გაშლა იყო, იმიტომ რომ უხედავთ ორზე გაიყო ჩვენი რაღაც დღევანდელი სიტუაცია.